ნარჩენები ძალიან ცუდ გავლენას ახდენს დედამიწაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების მეორადი გამოყენება. სადმე ტყეში პიკნიკზე რომ მივდივართ მე და ჩემი მეგობრებიც ყოველთვის იქ თუ ნახეთ დაყრილი, აუცილებლად ვიღებთ. დავამატებ მაკულატურას, რომელიც სკოლაში თითქმის ყოველ კუთხეში გვიდგას, ყრით სხვადასხვა ფურცლებს, რომლებიც წიგნებს ქმნიან ასევე გადამუშავების შედეგად. ჩვენი საგაკვეთილო პროცესი ძალიან ესეთი საინტერესო აქტივობებით სავსე, დიფერენცირებული მიდგომას ვიყენებთ ყოველთვის მათი დაინტერესების კუთხით, რომ მასწავლებლები უფრო მეტად დაინტერესდნენ ჩვენი გლობალური პრობლემებით. ეს იციან ჩემმა მოსწავლეებმა, რომ ლოკალურ ქმედებებს მოსდევს უკვე გლობალური შედეგები და რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს შეუძლიათ პატარა წვლილი შეიტანონ კლიმატცვლილების შერბილებაში. აზიის განვითარების ბანკისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავის ეგიდით მომზადდა და ჩატარდა ტრენინგი, რომლის სახელწოდება გახლავთ შევარბილოთ კლიმატის ცვლილება. ტრენინგის ფარგლებში განვიხილეთ სხვადასხვა თემატიკა, ეს გახლავთ ზოგადად კლიმატის ცვლილება, რა არის, რატომ ხდება, რა მიზეზებმა გამოიწვია, რა შედეგები მოყვა. ასევე კლიმატის ცვლილებას დაუკავშირეთ ისეთი აქტუალური თემები, როგორიც არის წყლის რესურსების შემცირება და დეფიციტი, ცირკულარული ეკონომიკა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტრენინგმა მართლაც მნიშვნელოვანი ცოდნა მისცა ჩვენს მასწავლებლებს და ცოდნასთან ერთად უბიძგა მათ, რომ თავიანთი ამ ტრენინგზე შეძენილი ცოდნა მათ გადაიტანონ პრაქტიკულ საქმიანობაში, სკოლებში და საკუთარ მოსწავლეებთან. კლიმატის ცვლილების განათლების შედეგად მოსწავლეები იღებენ ცოდნას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ მოვლენის, ამა თუ იმ სიტუაციის დროს, სწავლობენ კონსერვაციას, სწავლობენ გადამუშავებას, სწავლობენ ენერგოეფექტურობის შესახებ და თვითონ ხდებიან ქცევის ცვლილების აგენტები. და ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აზიის განვითარების ბანკისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განათლების სექტორში ინვესტიცია.